20 იანვრიდან დაიწყო ახალი ერა. ზუსტად ახალი ერა. პირდაპირ ჯერ ერთი საქართველოს ხელისუფლებას პრობლემები არ ქონია ამერიკასთან. პრობლემები ქონდა იმ ადმინისტრაციასთან, რომელსაც ერქვა ბაიდენის ადმინისტრაცია. ძალიან მარტივად ხო შეიძლება ესეთ რაღაცა პატარა დასკვნა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, დღესაც მოლაპარაკებები, როდესაც დაიწყება ქართულ-ამერიკული, თანაბარ პირობებში ვერასოდეს ვერ იქნებით ისეთ დიდ სახელმწიფოსთან, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. იმპერიები, რასაც ქვია. ვერ ვიქნებით. შესაბამისად, იმის ინტერესები რაღაცა ფორმით მაინც წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული და ჩვენ მოგვიწევს დათმობებზე წასვლა. მაგრამ არა რაღაცა სუვერენული უფლებებისა და საზოგადოების ინტერესებისა წინააღმდეგოდ, ხო? ხო, ამ ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. აქ მთავარი რა არის, იცი, რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც გავითვალისწინებთ მათ წამოყენებულ პირობებს, წარმოვიდგინოთ ახლა პირობები ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რასაც ისინი გვიყენებდნენ და შესაბამისად ახალი ადმინისტრაციის ტრამპის პირობები. ანუ ისინი პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო მათი თამაშის წესები, პოლიტიკა, ცხოვრების წესები. ცხოვრების წესად თავის ქვეყანაში აქციეს, კი ბატონო. მე შენს გეუბნებოდნენ, რომ LGBT-ს წინააღმდეგ არ წახვიდე. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ მათი ქვეყნის სული იყო ტრანსგენდერიზმი. კი ბატონო. ტრანსგენდერები. ანუ ეს შენ გინდა არ გინდა უნდა მიიღო. მიიღო და შენიც ეგეთი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, შენიც ეგეთი უნდა ყოფილიყო. კი ბატონო. ანუ სხვანაირად გამორიცხული იყო. თანამშრომლობა თავში ვერ შედგებოდა. მათი თამაშის წესები იყო გაუმჭვირვალობა. შესაბამისად ეს უნდა მიიღო. ომის დაწყება რუსეთთან. რა თქმა უნდა. ეგ უნდა ყოფილიყო. სრულად ყველაფერი იყო ჩამოკიდებული მათ მითითებებზე, მათ კარნახზე. ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, ხო? შეიძლება რაღაცა საწინააღმდეგოდ გააკეთო, მაგრამ შეინარჩუნო ქვეყნის დამოუკიდებლობა, სტატუსი, ეროვნული ღირსება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დათმობაზე წასვლა ნებისმიერ დროს მოგვიწევს, ამას რა თუნდა დიდი პოლიტიკოსობა და ფილოსოფოსობა. მაგრამ ეხლა რა შეიცვალა საქართველოს და ამერიკის ურთიერთობაში, ხელისუფლებების დონეზე. ანუ სასტარტო პირობები გვაქვს იდეალური. დღეს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია იძახის, რომ მე ვითანამშრომლებ ისეთ ხელისუფლებასთან, რომელსაც წინა პლანზე აქვს წამოწეული ქვეყნის ინტერესები, რომელიც საუბრობს გაუმჭვირვალობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ანუ პირდაპირ აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან თანხები გაედინებოდა უკონტროლოდ და ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენ საწინააღმდეგოდ აზრის ჩამოყალიბებას, ანუ სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციებს, ათასუბედურებებს და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში აგერ მივიღეთ უკრაინის მაგალითი, ხო? ესე იგი რა გამოდის? როდესაც ჩვენ წარმოიდგინეთ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის განცხადებას აკეთებს პატარა საქართველოზე გამჭვირვალობის კანონზე. ამ დროს მეორე პრეზიდენტი 2-3 თვის შემდეგ გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი კორუფციის შედეგიაო, ეს ყველაფერიო გაუმჭვირვალობის შედეგიაო, რასაც ეს წინა ხელისუფლება აკეთებდაო. ანუ თუ იქიდან უკონტროლოდ მოედინება თანხები, შესაბამისად იმ ქვეყნებს, სადაც ეს თანხები შემოდის, აუცილებლად ჭირდება კანონი გამჭვირვალობის შესახებ, იმიტომ რომ უკონტროლო თანხას გაკონტროლება ჭირდება. ეს არის ძალიან მარტივია, ხო? ეს არის 2x2. ეს ხალხი ლაპარაკობენ მშვიდობაზე. ეს ხალხი გველაპარაკებიან იმასთან დაკავშირებით, რომ აღარასოდეს აღარ იქნება ზეწოლა გენდერთან და მასთან რა ქვია LGBT ხო LGBT თემებთან დაკავშირებით. ანუ ქრისტიანობასთან დაკავშირებით გველაპარაკებიან. ანუ სასტარტო პირობები გვაქვს იდეალური. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია მარტივად გადავტვირთოთ ეს ურთიერთობა